გარემოს დაცვითი სამართალი თავისი არსით პირთა სხვადასხვა ინტერესის დაბალანსებას ემსახურება. ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარემოში არსებული სხვადასხვა რესურსის მოპოვება და მათი გამოყენება. სხვადასხვა ინტერესებთან დაკავშირებით განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი. ლითიუმი, რომელიც მცირე რაოდენობით მოიპოვება დედამიწაზე, აუცილებელია სუპერკომპიუტერების, ელექტრომობილების, ქარის ელექტროსადგურების შესაქმნელად. მის მოსაპოვებლად კომპანიამ წამოიწყო ნებართვების მიღწევად საჭირო პროცედურები. ადგილობრივებს აშფოთებთ პოტენციური უარყოფითი გავლენა გარემოსა და ჯანმრთელობაზე და მიიჩნევენ, რომ მათ არ უნდა მოუწიოთ გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ტვირთის ზიდვა. საინტერესოა როგორ და რა ინტერესები უნდა დავაბალანსოთ მოცემულ შემთხვევაში. ჩვენი დროის ორი ძირითადი ეკონომიკური გარდაქმნა. დიგიტალიზაცია და განახლებად ენერგიაზე გადასვლა საჭიროებს ნედლეულს. ეს ნედლეული მოცემული ფაბულის მიხედვით ლითიუმია. ლითიუმის გარეშე ტექნოლოგიური პროგრესი შეუძლებელია. ტექნოლოგიური პროგრესი თავის მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის გარემოს დაცვითი მიზნების მისაღწევად. მაგალითად, ელექტრომობილებისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარება, რომელიც ენერგიის სუფთა წყაროა, აუცილებელია გარემოს დამაბინძურებელი წიაღისეულის საწვავის, ნავთობის, გაზის ჩასანაცვლებლად. მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებიც ლითიუმის მოპოვების არეალში ცხოვრობენ, აქვთ უფლება სარგებლობდნენ თავიანთი გარემოთი. დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. მოპოვების არეალთან ახლოს შესაძლოა იყოს მაგალითად ეკლესიაც, რომელიც შესაძლოა დაზიანდეს და ამგვარად დაირღვეს პირთა რელიგიური უფლებები. ამ არეალში მაცხოვრებლებს კონკრეტულ ადგილთან შესაძლოა ჰქონდეთ კულტურული ბმაც, ის დაკავშირებული იყოს მათ წინაპრებთან, სხვადასხვა ტრადიციის შენარჩუნებასთან და სხვა. შესაბამისად, ლითიუმის მოპოვებისთვის ნებართვის გაცემის პროცესში აუცილებელია სათანადოდ შეფასდეს პროექტის შესაძლო უარყოფითი გავლენა ადამიანსა და გარემოზე, მათ უფლებებსა და ინტერესებზე. უნდა განისაზღვროს კონკრეტული ზომები, რომლებიც თავიდან აგვარიდებს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას და უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. ასეთ დროს უნდა დადგინდეს პროექტის განხორციელების საჯარო ინტერესი, რა სარგებელს მოიტანს ის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით და შედარდეს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს. სწორედ ყველა ინტერესის, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი, სოციალური, რელიგიური, კულტურული და სხვა ინტერესების გათვალისწინებით და შეპირისპირებით უნდა გადაწყდეს, გაიცეს თუ არა ნებართვა.